საღამო მშვიდობისა, ეთერშია დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვება ქრონიკა 20 საათზე. დღის მთავარ თემებს თამთა სანიკიძე წარმოგიდგენთ. ქრონიკა ევროპაში დღეიდან ევროპის ქვეყნებში ტელეკომპანია იმედის ბიურო იმუშავებს. სოფო ზურაბიანი და დავით გელენიძე ბელგიიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან და ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნიდან ნებისმიერ თემაზე მომზადებულ რეპორტაჟებს შემოგთავაზებენ. ჩვენი გადამღები ჯგუფის პირველი რეპორტაჟი ბრიუსელიდან ნახეთ რამდენიმე წუთში. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და მოლაპარაკებების ცენტრი. ამის გამო ბრიუსელს ევროპის პოლიტიკური დედაქალაქიც კი უწოდეს. ჟურნალისტებისა და ელჩების რაოდენობით ბრიუსელი ვაშინგტონს უსწრებს. დღეიდან ტელეკომპანია იმედს ამ ქალაქში წარმომადგენლობა ეყოლება. ყველა მნიშვნელოვან პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ამბავს თქვენ იმედის ევროპის ბიუროსგან შეიტყობთ.